cool. გესალმებით მეგობრებო. ნუ შეგხვდებით პრეტენზიით. მიხვდით ალბათ დღეს გვექნება მონოლოგი პოეზიით. გადაცემის შეფასება მაყურებელს მივანდოთ დღევანდელი ნიუსები ლექსად გვინდა გიამბოთ. ახალი ხელმძღვანელობით ახალი შანსი გვექმნება, ამიტომაც შესავალი ჩანტლაძის სტილში გვექნება. ხალხოსა სიწითლით აყანა და უმშვენებია და ნელ-ნელა აგურ არხი აუშენებია. აშენება არის ძნელი, დანგრევა კი ადვილია. არც კი იცით ეს სტუდია რა თბილი და რა ტკბილი. აქ ხომ წლები გვიწვალია, მოგვიგია, წაგვიგია და ნელ-ნელა პროცენტ რეიტინგი დაგვიდია. რეიტინგზე არას ვამბობ, რასაც გეტყვით ნამდვილია. ეზოში რომ ბალახია, ისიც ჩვენი გაზრდილია. მართლა ბევრი გვიშრომია, ხეებიც კი დაგვირგია. სულ ჩვენი ხელით დავხაზეთ ბუფეტთან რო პარკინგია. ხელმძღვანელი შეგვეცვალა და შეგვეტყო უკვე ზმანზე. ჩვენი ახალი უფროსი არის ბაკურაძე. დღეს ახალი დირექტორიც ცნობილია გემოვნებით, ხო და ჩვენც გამოვიცვალეთ, შეაფასეთ ველოდებით. იმიჯი რომ გჭირდება, ამას ყველა როდი ხვდება. ახლა ვმსჯელობთ ერთ რამეზე, ნეტა პერო მოგვიხდება. მიუზე და მინდა ციკოლია საათები, სახლში ლაბუბუს თოჯინა და ფერადი სანათები. ყველაფერი განვითარდა და თუ რამეს ვერ მიხვდები, ძმაკაცების ნაცვლად უკვე ChatGPT-ს ვეკითხები. უკვე დროა რომ ჩვენ არსე რამე სვეტს კი განვათავსოთ, ვაკელებიც გვიყურებენ, ხო და უნდა დავაფასოთ. კი ბატონო, ჩვენც გავხდებით ვაკელები სტანდარტული და საწყისისთვის მოგვიწევს 3-4 კვადრატული. ჭიჭიგიას და პრიბორის ხვდები დრო რომ წასულია, არაფერი აღარ მინდა თუ მოდიდან გასული. ყველაფერი ვითარდება, ჩვენ სავუწყოთ უნდა ფეხი თანამედროვედ ვიხუმროთ, რომ არ ვიგრძნოთ ვინმე მწნეხი. რაღაც მეიტანეს ვიტყვი, რაც არ უნდა გამიჭირდეს, სოფლურ წინადადებებზე ვინმე რომ არ ამიხიბდეს. იუმორით შეცვლილია, ასხინკალზე აღარ ვხუმრობთ, მწვადის და ქაბაბის ნაცვლად ხალხს ახლა ფურშეტზე ვუხმობთ. აღარ ვსვავ და ბევრს ვარჯიშობ. ამით ვარ კმაყოფილი, ძმაკაცებზე მეტად უკვე მოდასავა რა ყოლი. დილით 2 კვერცხის ცილა, ნახევარი ავოკადო, იმედია მეთანხმები შაურმა არ შემოვკადრო. ყვებასაც უნდა მივხედო ღვიძლზე რომ არ იყოს რისკი. ყავითაც კი დავნაყრდები თუ არ არის იყოს ვისკი. წესი უნდა შევიცვალო. ხალხი რომ არ ვასეირო, ჯიპის ნაცვლად ზოგჯერ სვეცკად ძაღლი უნდა ვასეირო. რაც არ უნდა გვეცვას ფეხზე, ჩაქმები თუ ბოტასები, მთავარია რომ ვიხუმროთ, რადგან ყველას ვევასებით. შევიცვალოთ საუბარი, სასწრაფოდ და თანაც მალე. ხვალ მოვალო კი ნუ მეტყვი, უნდა მითხრა მოვალ ხვალე. არც მიხო, არც შიტოვიში, აღარ გვინდა ნიმუშად. დროა უკვე დაგვიძახონ პატიკო და ნიკუშა. ხო და უნდა დავივიწყოთ იქინა და აქანა. ბავშვს ყოველთვის ბავშვი ერქვას, არც ბავში, არც ბაღანა. ღამე ოჯახს ვასეირნებ, კუსტმის ჰაერს გადავყლაპავთ. ვაკე ცოტა მოვშორდები, იმედია არ დამძრახა. დილით თვალს როგორც გავახელ, ყავას დავლევ მთლად უზმოზე. ვინმემ რომ არ გამაღვიძოს, ტელეფონი მაქვს უხმოზე. ცოტა თმის სტილსაც შევიცვლი, ვიზუალსაც განვაახლებ, ინსტაგრამზე ლაივს ჩავრთავ, ფოლოვერებს გავახარებ. იქ ბოტოქსსაც შევეჭიდო. დავიბერო ტუჩი, დინგი. წამყვანებსაც კი სჭირდება თავის დროზე რებრენდინგი.
უკვე შემდეგ სეზონიდან გვექმნება სისვეცკის პიკი. შენ იქნები პიტერი და მე ვიქნები ალბათ ნიკი. ყველაფერი შეიცვლება. მუსიკაც კი განახლდება. ალბათ მალე ქსოვრელები Coldplay-ით ჩანაცვლდება. არა, არსად არ გავუშვებთ. უბრალოდ იცვლიან სახეს. სხვა მუსიკას დაუკრავენ, დაარქმევენ ახალ სახეს. ჯაზ ბენდი ყავს სასწაული, მუსიკით რომ შექმნეს ფონი. ხო და ნეტავი რამ გაყო დუდუკი და საქსაფონი. ერთს კი გეტყვით, ნაღდად გეტყვით და თან არ შევცდები მგონი. ძალიან მაგრად ჩავატარეთ ეს ურთულესი სეზონი. ბევრი იუმორი გქონდა, სიცილები და ხალისი, ლამის გავაერთიანეთ თელავი და ქუთაისი. მაგრამ ახლა ზაფხულია, გაგანია ივლისი, ხო და თავის წილსაც ითხოვს ჩვენი დედა თბილისი. ყველაფერი გავაშუქეთ, სადაც რამე თემა ვნახეთ, რაც კურიერში არ იყო, ინტერნეტში გამოვნახეთ. ყველა თემაზე ვიხუმრეთ, დავალაგეთ რიგი, სორტი, არ დავტოვეთ ხელოვნება, არც კულტურა და არც სპორტი. ვიხუმრია ყველაფერზე, უცხოურზე თუ ქართულზე, ბევრიც შემოგვიყვანია აქ ქსოვრელების დაკრულზე. ის ნიუსი გახსოვს ქალზე? 10 შვილის შობაო. კუთხურავთ რომ მივაყოლეთ, ტიტუ ეს რა შობაო? ხო და ასე აღარ ვიტყვით? ვიტყვით იმ შობიარა. აქ ვაკია გენაცვალე, მიჩი გაანიკიარა. საქართველოს საზღვრებს გარეთ თუ კი ვინმე მგვასახელა, სათითაოდ სახელი ვთქვით და შევაქეთ თითქმის ყველა. სტუმარიც ხომ ბევრი იყო, ზოგიც სიმღერით მოგყავდა, ზოგი სულ ვერ მოვიყვანეთ, ზოგიც ლამის ხუთჯერ გყავდა. მოკლედ ჩვენი შოუ არის სანახებო, არნახული, ყველაფერი ციფრებით გვაქვს რეიტინგზე ასახული. მუსიკალურებიც გქონდა და ნომრები ვაკეთეთ. ზოგი ჩვენი დავწერეთ და ზოგიც გადავაკეთეთ. მართლა ბევრი ნახვა გქონდა, ხალხი კეთსაც იხრიდა, ფულის ნაცვლად YouTube-ი სულ მადლობებს გვიხდიდა. მონოლოგიც გვეწურება, ბოლოში ვართ გასულები, ახლა მუსიკალურს უცდის ვაჟები თუ ასულები. ვინც კი გულით რამეს ეძებს, ისინი ამ პოვნელები ჩვენ შოუს კვლავ აფორმებენ შოში გადაგებულები. სეზონი უკვე მთავრდება, მოვემზადოთ, რას უცდით? მთელი ღამე უნდა გასვათ რქაწითელი თან საწრუპით. ხალხო, თქვენთან განშორება მართლა ძლიერ გვეჯავრება, ხო და გვიწევს ამ სეზონის ასე ლექსად შეჯამება. მაყურებლის გარეშე ხომ ცხოვრება ჩვენთვის რთული, ეკრანს მიღმაც კი იგრძნობა თქვენგან დიდი სიყვარული. ნეტავ ჩვენი გულისათვის თუ კი ვინმე შეწუხდება, იუმორით ისე ურტყამთ UFC-ს შეშურდება. იმედია კვლავ შევხვდებით, ისევ ამ დროს, ამ ეთერში, ყველაფერს ერთად გავიგებთ და გველოდეთ სექტემბერში. ამას იუმორით ვამბობთ, ჩვენ არასდროს არ ვწუწუნებთ, იმედია ამ ჩანაწერს სხვა არხიდან არ უყურებთ. მიყვარდი და მეყვარები, მოგმართავ რუსთავ იორო, ხელფას თუ არ მომიმატებ, არ დაგვაკლო დირექტორო. ერთი კვირა ამახს მართავ, შეცდომ არ დაგიშვია, ხო და ერს ნუ ათქმევინებ, ეს რა ხალხი გაგიშვია. მერე შენთვის რომ აღარ თქვა, what I must doing now. მართლა რა მაგრები იყვნენ, ვაუ, ჩემი ვაუ. ხო და ხელი მოგვიწერე, მოგწონ შენი კალიგრაფი, სადაც ჩვენი შოუ არის, იყო შენი ავტოგრაფიც. როგორც ატყობთ, კი გავშვეწკდით ამოდენა ლექსის მერე, სიკო და ნიკოს მოტივზე პატუ და ნიკუ გიმღერებთ.